გუშინ ქალაქის თეატრმა 4 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia, გენერალური პარტნიორის სტატუსით მსოფლიო ბრენდი ხელს უწყობს ქალაქის თეატრის განვითარებას. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თეატრალური ცხოვრების გაძლიერებაში. Coca-Cola მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივებს და ისეთი სივრცეების გვერდში დგას, რომელიც ხელოვნების და შემოქმედების განვითარებას ემსახურება. ქალაქის თეატრმა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად შექმნა სივრცე, რომელმაც უამრავი ხელოვანი და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი გააერთიანა. ყველაფერი დანარჩენისთვის თიკო ნატმელაძის სიუჟეტი. 4 წლის წინ რამდენიმე მეგობარი შეიკრიბა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. ახლა როგორც იხსენებენ, გადაწყვიტეს ცხოვრება გაერთულებინათ, მაგრამ დასაწყისშივე იცოდნენ, რომ ამ რთულ ამბავს, რომელიც იმ დროს ცოტა წარმოუდგენელიც კი ჩანდა, ხორცს შეასხამდნენ და ერთობლივი ძალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ხელებით, ქალაქის თეატრის შენება დაიწყეს. ძველი, მიტოვებული, მაგრამ ისტორიული, ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის შენობა აირჩიეს. თამარ მეფის გამზირზე, ბაზრობის გვერდით და თავად გვიყვებიან, რომ როცა ვიწყებდით, ამ შენობაში მხოლოდ ბაზრის საწყობები იყო. ეს საწყობები კი დამოუკიდებელმა, მულტიფუნქციურმა სივრცემ ჩაანაცვლა, რომელმაც 4 წლიანი ისტორიის მანძილზე სპექტაკლები, მოგონებები, მუსიკა, ემოციები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეატრით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა. ჩემთვის ძალიან საამაყო ის, რომ ძალიან ბევრ მსახიობს, ბევრ არტისტს, ბევრ რეჟისორს დაეთმო ეს სცენა და კლავაც ვაგრძელებთ ახალი თაობის აღმოჩენას თეატრში და თეატრს ზოგადად დიდი ფუნქცია აქვს გონია საქართველოს კულტურაში და იმიტომ რომ საქართველო გადარჩეს და განვითარდეს, თეატრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო არის და გონია რომ ამ შემთხვევაში მუშაობს. ქონდა ის ამოცანა, რომ სახელმწიფო და ფინანსების გარეშე საკუთარი ძალებით გაგვეკეთებინა, რომ თუ მოსახლეობას, თბილისის მოსახლეობას ჭირდება ახალი ალტერნატიული დამოუკიდებელი სივრცე, მაშინ ამის შენახვის საშუალებაც უნდა ქონოდა და ამიტომ დავიწყეთ თეატრის შენება საკუთარი ხელით, მოვედით ამ სივრცეში, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ იყო. ეხლა რომ მახსენდება, საერთოდ ვერ ხვდები რატომ მოგვეწონა ეს სივრცე. ხო, რთული გზა იყო. შრომატევადი, გრძელი და ალბათ ხშირად დამღლელიც, მაგრამ მოვიდნენ იქ, სადაც მოვიდნენ. ყველაზე მთავარი კი, რაც ქალაქის თეატრმა ადამიანებს მისცა, თავისუფალი სივრცე და შესაძლებლობებია. შესაძლებლობა იმის, რომ საყვარელი საქმე ეკეთებინათ. ახალი იდეები რეალობად ექციათ, შთაგონება სცენაზე გადმოეტანათ. ვისაც თეატრის სწავლა და კულისებს მიღმა შეხედვა უნდოდა, შეეხედებინათ. სტუდენტებისთვის კარი გაეხსნათ, გამოცდილი მსახიობებისთვის კი ახალი სამყარო აეშენებინათ. 4 წლის შემდეგ კი ყველა ვინც ქალაქის თეატრის სცენაზე ერთხელ მაინც მდგარა, ამბობს, რომ ის, რაც ჩაფიქრებული იყო, გამოვიდა. ეს არის თეატრი, სადაც მე ვგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ თეატრში მუშაობ, ეს არის სივრცე და თეატრი, რომელიც არის ყველასთვის. და ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორად ქვია სახელი ქალაქის თეატრი. არტისტები მოდიან, მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც არიან ყველაფრისგან დამოუკიდებლები და მას შეუძლიათ მართლა ის თქვან, ის გააკეთონ, რაც მათ უნდათ და ამისთვის არის, რა ვიცი, მართლა სასწაული თეატრი და ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა მოიყარა თავი, ძალიან ბევრმა კარგმა რეჟისორმა, დრამატურგმა, მსახიობმა და ერთ სპექტაკლში მეც ვთამაშობ სხვათა შორის და ვარ უბედნიერესი ადამიანი. ამ თეატრში ყოველი მოსვლა მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ ვგრძნობ რაღაც დაძაბულობებს, უბრალოდ ვგრძნობ რომ ვარ ცოტა ისეთია, მაგრამ ბჭყალებში სახლში, სადაც შემიძლია გავაკეთო ის და ვთქვა ის სცენიდან, რაც რეალურად მაწუხებს და რაც რეალურად გვაწუხებს. ქალაქის თეატრი არის თითოეული ახალგაზრდისთვის, თითოეული დამწყებისთვის შესაძლებლობა იმისა, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი. წარმოაჩინოს იმ კუთხით, რა კუთხითაც იცნობენ საკუთარ თავს. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია შენი ფანტაზია გადმოიტანო ცხოვრებაში და ანახო ხალხს იმ რეალობით, რა რეალობითაც ცხოვრობთ. 4 წლიანი თავგადასავლის ჩახურვას შესაბამისი აღნიშვნაც სჭირდება. იმის გახსენება, რა გამოიარეს, რა შექმნეს, რა შეძლეს. ხო და 2 ივლის თამარ მეფის გამზირზე, იქ, სადაც ადრე სიცოცხლე გამქრალი იყო, ადამიანები შეიკრიბნენ. კიდევ ერთი ახალი თავის დასაწყებად, ახალი ისტორიის დასაწერად.
ხანდახან ძველისთვის ახალი სული შთაბერვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ეს სცენაზეც დადასტურდა. პროექტის შერეკილებით, რომელმაც მოახერხა და ყველასთვის ნაცნობი, საყვარელი, ძველი ქართული კინომუსიკა და ჰანგები თანამედროვე ჟღერადობით გააცოცხლა. და ეს იყო ძველი კომპოზიციისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი. მერე იყო ჯგუფი არადა, ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც ტელესერიალიდან სცენამდე 12 წლიან ისტორიას ითვლის. მე მქონდა ბედნიერება და მონაწილეობ ამ ერთ-ერთ სპექტაკლში, ძალიან მიყვარს, სხვათა შორის ეს სპექტაკლი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზდაროა ბავშვები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თეატრი გააკეთეს ახალგაზრდებმა. იმას აღარ აღნიშნავ, რომ ჩემმა მეგობრებმა, ეს კიდე ცალკე პლუსია ჩემთვის. თვითონ თავარი ის არის, რომ ჩვენს ქალაქში უკვე და ქალაქის თეატრი რო ქვია, ახალგაზრდები სრულიად ახალ სანახაობას და რაღაცნაირ იმას თავაზობენ, როგორც მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მგონია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და ძალიან მალე 10 წლის დაბადების დღეს უნდა გადავიხადოთ და მერე დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. როგორც თავად თეატრის შემქმნელები ყვებიან, აგურ-აგურ საკუთარი ხელებით კი აშენებდნენ იმას, რასაც დღეს მაყურებელი ხედავს, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. იმ ადამიანების თუ კომპანიების გარეშე, რომლებმაც მათი პოტენციალი დასაწყისშივე დაინახეს. დახმარების ხელი გაუწოდეს, მათი დაიჯერეს. ერთ-ერთი მათგანი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, რომელიც 4 წლის იუბილეზეც გენერალური პარტნიორის სტატუსით წარსდგა. მსოფლიო ბრენდისთვის, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა კულტურულ ინიციატივებს მხარს უჭერს, ისეთი სივრცეების გვერდით დგომა, რომელიც ხელოვნებისა და შემოქმედების განვითარებას ემსახურება, მისი სტრატეგიის ნაწილია. შესაბამისად, არც ქალაქის თეატრი გამორჩენიათ. მიხარია, რომ ყველა არის ერთი რაღაცა სიყვარულის გარშემო გამთლიანებული, რომელსაც ქალაქის თეატრი ქვია და თან ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენით ვერ გავაკეთებდით. და ისეთი კომპანია, მაგალითად, დიდი კომპანია, როგორც არის კოკა-კოლა, დღეს ჩვენს გვერდით არის და ეგ ძალიან სასიამოვნოა და საამაყო არის, რა თქმა უნდა. და ასე, ერთიანობით, გვერდში დგომით, მონდომებით, სიყვარულით და რწმენით მე-5 წლის ათვლაც იწყება, რომელიც კიდევ ბევრ თავგადასავალს და ემოციას მოიტანს. კიდევ ბევრ ადამიანს გაუხსნის შესაძლებლობებს, კიდევ ბევრს შეაყვარებს თეატრს და კიდევ ბევრ ისტორიას დაწერს. თავარია გჯეროდეს, რომ ხანდახან ყველაზე გამორჩეული ამბები ცხოვრების გართულებით იწყება.